პირველი წყლული, რომელიც ალპობს და ხრწნის ჩვენ სულს, ნაყროვანება, მუცოლ ღორობა. სველად იტყოდნენ ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს, სხეული განიმტკიცოს და არა იცოცხლოს იმისათვის, რომ ჭამოს. მუცელ ღმერთა ჰგავს მოარულ სამზარეულოს, რომელშიც განუწყვეტლივ ვიხარსება საჭმელი. ის თითქოს განუწყვეტლივ თუხთუხებს და ორთქლი აზდის. ასეთ კაცს არ ძალუც გონებით ამაღლდეს ღმერთისაკენ. ისევე როგორც გათქვირებულ ფრინველს არ შეუძლია მაღლა აფრენა. ღორმუცელა თითქოს თვლიანად სხეულად არის ქცეული. ნაყროვანების რამდენიმე სახი არსებობს. უძღებება, გაუმაზღრობა. ადამიანს განუწყვეტლი უნდა საჭმელი. ეჩვენება, რომ ვერ ძღება. იოანე სინელი ამბობს, უძღები მზადა ეგვიპტის მთელი ბეღლები გადაჭამოს და ნილოსი შესვასო. გემოთმოყვარეობა განსაკუთრებით გემრიელი კერძებით, დელიკატესებით გატაცება. ფარულა ჭამა, ღორმუცელობა. შერწყმული ამპარტავნებასთან. სხვების თანდასწრებით ადამიანი თავს იკავებს და მალულად ჭამს. ორგანიზმისათვის მავნე საკვების მიღება. წმინდა ბასილი დიდი წერს, საჭმელი უნდა განამტკიცებდეს ადამიანის ორგანიზმს და არ ავნებდეს მის ჯანმრთელობას. წმინდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვიცხდეთ მოწიწებით. გვახსოვდეს საკვები ღვთის წყალობა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს იპონიელ ეპისკოპოსს სატრაპეზოში გამოკრული ჰქონდა წარწერა. აქ ადამიანებს არ განიკითხავენ. პატერიკში მოთხრობილია, ბერები ტრაპეზთან რო ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა. იმ მონაზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბლის გრძნობით იყვნენ აღსებუნი და ყოველი ლუკმისათვის, ყოველი ყლუპი წყლისათვის მადლობას წირავდნენ ღმერთს, ანგელოზები იდგნენ და თაფლით კვებავდნენ. სხვები მდუმრად რომ შეექცეოდნენ საჭმელს და გულში იესოს ლოცვას წარმოთქვავდნენ, რაღაც ზეციურ სასმელს სვამდნენ. იმათ, ვინც კი იცინოდა, განიკითხავდა, ყვებოდა სასაცილო ამბებს მონასტრის ცხოვრებიდან, ეშმაკები მიდიოდნენ და შეუბილწავდნენ საჭმელს. იმისათვის, რომ ღორმუცელობა დავძლიოთ, იოანე კლემაქსი გვირჩევს. ჭამის წინ მთელი გულით ვილოცოთ უფლის მიმართ. აგრეთვე ტრაპეზთან ჯდომის დროს გვახსოვდეს დადგება დრო, როცა თვითონ ჩვენი სხეული გარდაიქცევა საკვებად მატლებისათვის. გავიხსენოთ ჯვარცმულ მაცხოვარს, ასვეს ზმარი და ნაღველი.